მივესალმები დარბაზში მობრძანებულ ძვირფას საზოგადოებას. ეს სიყვარულია ჩვენი დიდი თავზარდამცემი გენიოსის, ეს სიყვარულია ქართული კულტურის და ეს სიყვარულია ჩვენი სამშობლოს, რომ ასეთი სავსე დარბაზი არის ეს მართლაც ძვირფასი ადამიანს, რომელიც ევროპაში იყო და სამშობლოზე პირველში და ფიქში უთენდებოდა დიდი მეცნიერი, დიდი რუსთაველის ეპოქალური წიგნების ავტორის ჯერ კიდევ შეუფასებელი და გაუფასებელი დიდი კაცის პატრიოტია ეს და მისი დიდებული ნაღვაწის წიგნების წარდგენა. რუსთაველის საზოგადოებას ეს თავის პრიორიტეტად, თავის უპირველეს საზღვრად მიაჩნია რუსთაველის და ზოგადად ქართული კულტურის სამსახური. ორივე სიტყვით ვიტყვი, რომ ჩვენი საზოგადოების ისტორიაზე არსებობს წყარო, სადაც ვფიქრობია, რომ პირველი თავმჯდომარე გახდა გრიგოლ რობაქიძე. შემდეგ 1923 წელს რუსთაველის საზოგადოების პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო ბერლინში და მისი თავმჯდომარე გახდა დიდი კონსტანტინე ბარნოვი. ყოველთვის ის საზოგადოება ეროვნულ ინტერესებთან, მაგრამ არა ისე, როგორც სხვა ორგანიზაციები, როდესაც ქვეყანაში რეპრესიები იყო, ის ყველგან მუშაობდა. და 90-იანი წლებიდან მისი პირველი თავმჯდომარე გახდა ირაკლი აბაშიძე, შემდეგ აკაკი ბაქრაძე, შემდეგ მურმან ლევანიძე იყო მისი პრეზიდენტი, შემდეგ აკადემიკოსი მიხეილ გუდიანი და ჩვენი მონამორჩილი ვაგრძელებთ ამ საქმიანობას და მართლაც რთულია ეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჩვენ ყველაფერი ვიყოლეთ იმისთვის, რომ 1966 წლის ისტორია განმეორებული იყო, მაგრამ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მითხრა, რომ ქვეყანაში არჩევნებია და ახლა აუცილებლია რუსთაველის და რუსთაველის საზოგადოება ჩაატარა ეს 850 წლის თავისად მიწვლის საღამო რუსთაველის თეატრში, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვახმებთ იუბილეს, იმიტომ იუბილესზე საჭირო იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რუსთაველოლოგების, სპეციალისტების მოყვანა, ქართველოლოგების და სხვა მასშტაბი, მაგრამ ეს ჩვენი ვალი მოიხადეთ საქართველოს წინაშე, რომ არ შეწყვეტილიყო რუსთაველი მსოფლიოსთან და საქართველოსთან. შემდეგ რუსთაველის იუბილე ჩავატარეთ ისრაელში, ხოლო შემდეგ ჩავატარეთ ბერლინში. გამოვეცით წიგნი ვეფხისტყაოსანი მსოფლიო ლიტერატურის შედევრი, სადაც ქართველი დიდი რუსთაველოლოგებთან ერთად, რუსთაველოლოგებთან ერთად არის უცხოელები ლუიჩი მაგაროტი, ლუიჩი მაგაროტო, სალი ნეველი, ბერტ ბეინერი და სხვა დიდი რუსთაველოლოგები. რა უნდა ვთქვათ ახლა ვეფხისტყაოსანზე და რუსთაველზე? თავარი ალბათ ის არის, რომ თქვენ წარმოედგინეთ ქართველი კაცის ჰუმანიზმი, რომ მან იმ შუა საუკუნეებში ერთი ადამიანის სრემლი დაინახა და მთელი სამეფო კარი შეწუხებული ამ ერთი სრემლის გამო, ერთი პიროვნების გამო. და თქვენ წარმოედგინეთ, რომ ამ ნაწარმოებში მე არ ვიცი ახლა ვინ შეძლო ეს სოფლიოში, რომ იყოს პიროვნებები ჰარმონიული, დადებითი პიროვნება ყოველთვის ლიტერატურაში ყოველთვის არსებობს პრობლემა, დადებითი გმირის პრობლემა, რომ ის იყოს დამაჯერებელი. რუსთაველთან აბსოლუტურად ჰარმონიული პიროვნებები არიან აბსოლუტურად რეალური და არიან აბსოლუტურად დამაჯერებელი. და აქ ჩანს ის, რომ ვეფხისტყაოსანი არის გზა შუა საუკუნეებიდან რენესანსამდე. ეს ხიდი გადო ქართველმა კაცმა, ზოგი ამას უძახის რენესანსულ
პირდაპირ რენესანსი, ადრეული რენესანსის ზოგი თამაშჭირაზეც ამებსობ, ეს არის რენესანსის დილა, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის ქართველი კაცის თვალმა დაინახა ეს ჰუმანიზმი და დაინახა ეს სიმაგრე. მან დაინახა ადამიანი, რომელიც არის მთავარი ამ სამყაროში, როგორ გვჭირდება ეს რომ ადამიანი იყოს მთავარი. თანაც მან დაძლია ეს წინამორბედება ღვთიურობასა და ადამიანის არჩევას შორის. შეაერთა ეს ორი სურვილი, ღვთიური ნება და ადამიანის სურვილი. და აი რო შევხედავთ ამ ნაწარმოებს სიმბოლური იგავური სახით რო შევხედავთ, ჩვენ დავინახავთ, რომ ზუსტად ის პრობლემა, რაც დღეს არის, რადგან ჩვენი ვნებები, ჩვენი გზნობების სიმბოლო იქ არის დაცემული ადამიანის გზნობების სიმბოლო არის ქაჯები. ხოლო თუ სპარსულ მოგეხსენებათ ახლა რომ თუ ამ სახელებს სპარსული შევხედავთ ეტიმოლოგიით სპარსული ნესტან ჯარაჯანი არის ის რომელიც არის და არ არის. ეს არის დაკარგული მადლი, ეს არის ალტერნატია, ეს არის დაკარგული მადლი. ხოლო ალთანდილი როგორც სარწმუნოება, ტარიელი როგორც სიყვარული და ფრიდონი როგორც იმედი. და პავლე მოციქული ბრძანებს რომ მიზნის მიღწევა შესაძლებელია წმენით, იმედით, სიყვარულით. ხოლო თინათინი როგორც გონება, აბსოლუტური გონება, რომელიც ეუბნება ტარიელს სიყვარულით, რომ იმედითა და წმენით დაიხსნას ნესტან ჯარაჯანი როგორც ჩვენი ღვთიური მადლი. ეს არის ადამიანის მიერ როგორ დაკარგა ადამიანმა ღვთაებრივი, როგორ დაშორდა ერთმანეთს ღვთაებრივი და მიწიერი და სწორედ ამ მიწიერისა და ღვთაებრივის როგორი კავშირი შექმნა რუსთაველმა და როგორ მიდის ის ღვთაებრივიდან კოსმოსამდე. და რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, მე რა გავწირო მოყარე ძმა უმტკიცესი ძმობისა, არავინ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა, მისწავლები მოგვეცეს შერთვა ზე წყობთა წყობისა. და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ამ ადამიანმა დაინახა ყველაზე კარგად ის ნეოპლატონიზმი, რომ მარადიულია ნეოპლატონიზმი, რომ მარადიული განსაზღვრავს ყველაფერს და მხოლოდ მარადიულებასთან უნდა იყოს ადამიანი დაკავშირებული და ჩვენი მიწიერებები და ყველაფერი როგორ უნდა მოხდეს მარადიულთან შერწყმა. რა თქმა უნდა ამ თემაზე აქ ის საზოგადოება, ისტორიულები ძანდებიან, ქართული მეცნიერების, ლიტერატურის ხელოვნების მოღვაწეები, მე შემიძლია დიდხანს ვილაპარაკო, მაგრამ მე არ მინდა ეს შესაძლებლობა თქვენ წაგართვათ ახლა და კიდევ ერთხელ თავი არ დავხარო იმ დიდი პიროვნების წინაშე ვიქტორ მეზაძე რო ბრძანდებოდა, რომელსაც ბოლო ამოსულთქვამდე იყო და მიჯნოთ მეტყველება რომ აი სტასას ვერ მოახერხებათ თავი მოგეხსენებათ არიან ბოლო მეექვსე ტომის გამოცემას და იქ დალია ძვირფასმა ცული და ქართულ რუსთველოლოგიაში ვიქტორი არ ჩანდა იმიტომ რომ ის ბრძანდებოდა ის ემიგრაციაში იყო, მაშინ ის პოლიტიკური კონიუნქტურა იყო ასეთი და ვიქტორის რა თქმა უნდა ვიქტორის ნაწერები შემოდიოდა მხოლოდ ფარულად გადამეტილები და ხელნაწერის სახით. და აი ამ ადამიანმა თქვა, რომ მე ახლა ელფრაზირებას ვიტყვი, რომ ვეფხის ყავოსანი ეს არის ქართული კულტურის თავარის ქმნილების ქორწინება მსოფლიო კულტურის უდიდეს ქმნილებაც არის. და როდესაც მე ამას თავის წიგნები დაგო, ეს წიგნები გამოდიოდა ჩილეში, არგენტინაში, ჟენევაში, იცემოდა ეს წიგნები და მთელი მსოფლიო იგებდა თუ რა სიბრძნედებს ქართლებს აცში ბატონმა ვიქტორს ერთ-ერთ წიგნაში ყოფაში უწერია, რომ მე მოგძალებით თაყვანისმებით და ბოდიში თვითმრით და გაძლევ მომწიგს. ახლა
როდესაც ამ წიგნზე ვლაპარაკობ, შეიძლება არ ითქვას, რომ ჩვენ ზოგჯერ კარგია რომ ვეფხისტყაოსანს ავწიეთ მაგდა და ასე უნდა მაგდა ვქონდეს, მაგრამ რატომღაც გავიწყდება, რომ ეს არის ხატრული ნაწარმოება, ადამიანური ნებების განცდებით და დაცემით, შეცდომითაც და ეს უნდა გახდეს ქართული კაცის საკითხავი წიგნი და ის არ უნდა იყოს რაღაც ქრისტიანად სადღაც შემოდებული და ეს უნდა იყოს ცოცხალი წიგნი. მაგრამ მე მიმაჩნია, როდესაც ჩვენ გაგვაქვს ვეფხისტყაოსანი ჩვენ ქვეყნიდან გარეთ, მაშინ სხვა მდგომარეობა სამწუხაროდ მე ვყოფილა სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ლიტერატურულ ფორმებზე და ისინი ნაკლებად ინტერესდებიან შუა საუკუნეების პოეტებით. მათ აინტერესებს შუა საუკუნეების მისტიკოსები, შუა საუკუნეების ფილოსოფოსები და ხელდასმულები გასაგები. და ამიტომ ალბათ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს გავიტანოთ როგორც ჯერ რომ ევროპამ და დასავლეთმა და მსოფლიოს იყოს როგორც სიბრძნე, ქართული სიბრძნე და მერე გაყვება მას, რა თქმა უნდა, მისი ლიტერატურული ნაწილი, მისი მხატვრული ძალოსილება და თუმცა დაინახავ რომ ამ სიბრძნეში როგორი ფსიქოლოგიური მომენტებია, როგორი ადამიანურია მომენტებია, პირდაპირ უზნაძის შოუი ფსიქოლოგიური მომენტებია, შეიძლება ჩასული აქ ამით საზოგადოებას არ გადავდე შოუი თემა, მაგრამ აუცილებლად რუსთაველი რომანის საქართველოა და მუდმივად საქართველოს თანმიმდევრია. დარბაზში ბრძანდება ძვირფასი მეცნიერი წერალი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება რუსთველოლოგიაში. რუსთველოლოგია ურთულესი სფერო. რუსთველოლოგია თქვენიც ახლა ისეთვე მეცნიერება, როგორც მათემატიკა, ფიზიკა, ასტროლოგია და ასე შემდეგ. და ამ ადამიანს თავისი ლიტერატურულ ცნობიერებაში ბევრი ღვაწლი აქვს. გარდა ამისა, ადამიანმა კაცი ძალიან ბასრი კალამი აქვს, მაგრამ ერთ-ერთმა პირველმა ვიქტორ დოზაძეს მიუძღვნა შესანიშნავი წიგნი ვიქტორ დოზაძის მეტყველებანი ეს ბატონი არის ნურმან თავდიშვილი. ახლა მე არ შემიძლია მადლობა ვთქვა ცნობილი ქართველი მეცნიერის რუსთველოლოგის ქალბატონ ნესტან სულავარსაძის, რომელიც ქალბატონ ნესტანი აი ამ 5 ტომეულის რედაქტორი, ეს აფიდებული მეცნიერი, მე მქონდა ბედნიერება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქალბატონ ნესტანთან, პროფესორ გიალი ბეგაშვილთან, პროფესორ ჩონბატონო ეკა ვარდოშვილთან ერთად ვემუშავალ და მე ვიცი რომ რა დიაპაზონის მეცნიერია ის, რა მოღვაწეა ქალბატონი ჩვენ სამხრეთ საქართველოშიც არის და ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას და აი ასეთი დიდი ნაშრომისათვის მე თქვენ მადლობას ვეუბნებით, რა თქმა უნდა. მე ვიდოქვა იმ ადამიანზე, ვისი ხელდასმით, ვისი ღვაწლით ეს წიგნები ჩვენ ხელთ არის. ეს გახლავთ კაცი, რომელსაც ძალიან მაღალი საფეხურები აქვს სამართალმცოდნეობის კიბეზე, ძალიან მაღალი საფეხურები დაიგვირეთ, მაგრამ გენერალ მაიორი რა მოხდა და ძალიან დიდი და მაღალი საპასუხისმგებლო თანამდებობები ჰქონდა, მაგრამ მისი ერთ-ერთი საპატიო თანამდებობა საპატიო არის სადაც მონახა კაცმა თავისი გატაცების ადგილი თავად დოზაძეა, ბატონი სიმონ დოზაძე და გახლავთ სიმონ დოზაძე საზოგადოების თანამდებობა. ბევრი ღვაწა იმისათვის, რომ ეს წიგნები გამოსულიყო, როგორც მე ინფორმაცია მაქვს მეექვსე ტომზე მისულ მეტყველებაზე ახლა მუშაობ და მალე ალბათ გამოვა და ეს იქნება ძალიან დიდი საქმე, დიდი ვიქტორ დოზაძის დაბრუნება ქართულ მეცნიერებაში და თავისთავად საქართველოში. მე ახლა პირველ სიტყვას ვიცემ მას, მისი ღვაწლითაც ჩვენ დღეს აი ეს წიგნი ვიჭირავს ხელში. ბატონ სიმონ დოზაძეს ხოლმე. მოგესალმებით ბატონებო, უღრმესი მადლობა რომ მოგზავნეთ და დიდი მადლობა გქონდათ რომ ეს საკითხი შეფეთრეს სიმბოლურის არის რომ რუსთაველის საზოგადოება მას პინტრობს ვიქტორ დოზაძეს და ვიქტორ დოზაძეს საზოგადოება. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით სულ ერთი არა და ჩვენი გვარებში სულ ერთი არა.
რატომ ვამბობ ახლა თქვენ გვარს? თქმა უნდა ვიქტორ ნოზაძე ზოგად ქართულია და არა მარტო ზოგად ქართული, ზოგად საკაცობრიო არის, მაგრამ მოხდა ისე რომ ძალიან პრაქტიკულად არ იყო ცნობილი ვიქტორ ნოზაძე, ხოლო თქვენთვის რუსთველოლოგებისა და მეცნიერთა ვიწროებისთვის ფილოლოგებისთვის იყო ცნობილი. მე პირადადაც არ ვიცოდი ვინ იყო ვიქტორ ნოზაძე. 1993 წელს მე მაშინ უშიშროების სამსახურის მოადგილე ვიყავი თბილისის. ჩემთან მოვიდა ჩემი თანატოლი ირინა ნოზაძე, რომელიც ხასხაშერის რაიონიდანაა, მე გავხარ ხასხაშერის რაიონიდან და მითხრა რომ საჭიროა ვიქტორ ნოზაძეს უპატრონოთ და მოდი თქვენ ჩავდეთ სათავეში შევქმნათ ვიქტორ ნოზაძის საზოგადოება და დავიწყოთ აი მისი მემკვიდრეობის მოძიება, გამოცემა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ზოგადი საუბარი ჩვენი მაშინ შედგა, მე კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული. სიმართლე გითხრათ ახლა რუსთველოლოგების ნაკლებობას, კაჭორის ძალიან დიდი რუსთველოლოგებისა ქართული მეცნიერება არ განიცდის. მე ჩავთვალე რომ ვიქტორ ნოზაძე ერთ-ერთი რუსთველოლოგი იყო. შემდეგ ჩემს მეგობრებს დაუკავშირდი ფილოლოგებს მურმან მურადაშვილს და თამას ტემალაძეს და ნუ მათთან აქტუალურული გამოძახილი გამომასწრე ყველაფერზე, იმაზე რომ თუკი ეს საზოგადოება გაგრძელებოდა ძალიან დიდ საქმეს ჩაუყრით საფუძველს და თამასმა თან მართლა პირველი ტომი ვეფხისტყაოსანის ფერთა მეტყველება. გასაოცარი, რა თქმა უნდა მე გადავწყვიტე, რა თქმა უნდა ვიტყვი რომ თუკი ჩემი გვარი თანახმა იქნება და ჩვენ საზოგადოება შეგვიძლია შექმნის შემდეგ მე დაუკავშირდი ბატონ ალექსანდრე ნოზაძეს, აკადემიკოს პროფესორ პროკოფი ნოზაძეს, გაიორ ნოზაძეს, ელგუჯა ნოზაძეს, აგრაფათ ელგუჯა ნოზაძე, ჭაბუკამაში სრულიად ახალგაზრდა ბიჭი იყო და ერთ-ერთი ნათესავი არის იმშტოდან არის საერთოდ საიდანაც სწორედ ვიქტორ ნოზაძე არის და მათაც მეს რომ კი ბატონო გავიკეთებინა ეს საზოგადოება შეგვიძლია და 1993 წლის მაისში 28 წლის წინ დაუშვეს ვიქტორ ნოზაძის საზოგადოება. შემდეგ აირია სიტუაცია, ომი დაიწყო, ომი მიმდინარეობდა და სოხუმის ამბები მოყვა ყველაფერს და ჩვენ 100 წლის იუბილეს გადაგდა გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვაკეთეთ. თუმცა სამთავრობო კომისია შექმნილი იყო, მაგრამ არ მოხერხდა 17 სექტემბერს აღარ ქონდა იუბილეებისა და ზეიმის დრო და თავი მაშინ ქართულ სახელმწიფოს. ამის შემდეგ ჩვენ დაგვიკავშირდა ბატონი გურამ შარაძე, გაიოსთან მეგობრობდა და გურამ შარაძე ჩაერთო თავისი ამ უზღვავი ენერგიით ამ საქმეში, თავის ამ წიგნებზე მუშაობა, მოვიძი ყველაფერი მას მოძიებული ჰქონდა და 2004 წელს გამოვეცით პირველი ტომი, ეს გახდა ფერთა მეტყველება. 2005 წელს გამოვეცით ვარსკვლავთ მეტყველება, სადაც შედის ბუნების მეტყველება დამატების სახით და 2006 წელს გამოვეცით მზის მეტყველება. ამის შემდეგ ბატონი გურამის ამ უხანათლურმა მკვლელობამ ძალიან შეგვიშალა ხელი, გაგვაჩერა ასე ვთქვათ და ამასობაში გაიოზიც გარდაიცვალა. 2021 წელს ისევ შევიკრიბეთ ჩვენი საგვარეულო მე მთხოვეს რომ მე ხელმძღვანელა საქმისათვის ოფიციალური თავმჯდომარეს მოყოფილიყავი და 2021 წელს გამოვეცით ვეფხისტყაოსანის საზოგადოებრივად მეტყველება, ბატონი თამას ტემალაძე გახდა მისი რედაქტორი, ხოლო 2024 წელს უკვე გამოვეცით ის მეტყველება, რომლის რედაქტორიც ბატონი ესტანი არის, ჩვენ 6 ტომზეც დავიწყეთ მუშაობა და მალე წლის განმავლობაში ეს ტომიც იქნება ისევ ბატონი ესტანის რედაქტორად გამოვეცვალა. საზოგადოებაში ჩვენ 700-ზე მეტი კაცი ვიყავით, ვისაც განცხადება აღწერილი წევრი უნდა იყოს, მაგრამ ახალმა წესებმა ჩვენ ხელახალი რეგისტრაცია გავატარეთ საზოგადოებამ, ხელახალ რეგისტრაციაში გავატარეთ და ჯერჯერობით არ შეიძლება ყველანი წევრი იყვნენ, იმიტომ მაშინ კრებას როცა ავტარებთ, ყველა წევრი უნდა ესწრებოდეს ამ კრებას და ამისი ფიზიკური რესურსი რა თქმა უნდა არ არსებობს. ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაში აი ეს გამგეობა ვინც ვიყავით ისევ ერთად მუშაობთ, თუმცა შეკრებები აი ახაც ნოზაძეების წარმომადგენლები დიპლომატ არიან ამ დარბაზში, ჩვენ ამ შეხვედრებს აუცილებლად გავაგრძელებთ. ყველა წიგნის პრეზენტაციაზე ჩვენი საგვარეულო კავშირის წარმომადგენლები მზადდებოდნენ რა თქმა უნდა. ახლა რატომ წება ნოზაძეები რატომ ახსენე? ისე გამოდიოდა რომ ჩვენ მხოლოდ აი ბატონი გურამის ხელშეწყობით მხოლოდ ნოზაძეები პატრონოზით ამ დილმამულიშვილს და მის მემკვიდრეობას. მაგრამ ნელ-ნელა ეწყობა ამ ჩვენმა შრომამ თავისი და მონდომებამ თავისი ნაყოფი გამოიღო. ჯერ ეროვნული ბიბლიოთეკა ჩაერთო ამ საქმეში, ბატონები მირიამ ხოსტაშვილი და ლევან თაქთაქიშვილი და ისინი რუმინეთში გავიწანი, სადაც 300 წლის იუბილე იყო ამ დასგის ასე ქართული სტამბის შექმნისა, მიშთან
იშტანოვიჩის მიხაილ იშტანოვიჩის გაკეთებული დასკისა და იქ ვილაპარაკეთ ამ ყველაფერზე ჩვენ ბატონო გურამმა ჩამოიტანა საფრანგეთიდან დასგა რომელზეც ვიქტორ ნოზაძე ბეჭდავდა შემდეგ ეს დასგა მან მითხრა რომ შეიძლება ჯარჯი ჩაევარებინათ ვეღარ პატრონობდა თვითონ და წავიგეთ ლოძვის სკოლაში გავხსენით ბიბლიოთეკა მუზეუმი ვიქტორ ნოზაძის და აი მივიტანეთ ეს დასგა ხოლო 4-5 წლის წინ ჩვენ ეს დასგა დავუბრუნდით ასემბლეა მაინც კანონი ერთობას ემიგრაციის მუზეუმში ახლა ეს ცენტრალური ექსპონატია და სულ ახლა 10 წლის წინ დეპუტატის ბატონ პაატა ბიჟინაძის თანადგომით შეიქმნა შტატი სპეციალისტის შტატი შექმნა საჩხერის მუნიციპალიტეტმა და ყავშუდა ნინო კაპანაძე ნოზაძე ელიზაბეტა და ის გახდა სპეციალისტი მოკლედ იმ მუზეუმსაც თავისი პატრონი ეყოლება აქამდე სკოლის დირექცია და ფილოლოგები ხელმძღვანელობდნენ და პატრონობდნენ ამ ყველაფერს. ეხლა მე სიახლეს ავიტყვი ვიქტორ ნოზაძე რა თქმა უნდა დავიწყებასად მიეცემა იმიტომ თვითონ შოთა რუსთაველი არ მიეცემა დავიწყებასად ვეფხისტყაოსანი და როგორ შეიძლება ადამიანმა ვეფხისტყაოსანი შეიკავოს და ის არ გაეცნოს ვიქტორ ნოზაძეს ამ გასაოცარ ნამუშევარს. მე რა მინდა გითხრათ დიახ ცოტაოდენი პროექტი ცოტა დამკვიდრება შეიძლება ესე იგი მეხუთე ტომი მე ერთ-ერთ ცნობილ მოღვაწეს ვაჩუქე ცნობილ ადამიანს ბიბლიოთეკაში ყოფნის დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მან მითხრა რომ ვიქტორ ნოზაძე რა თქმა უნდა ჩვენიერი მკვლევარია მაგრამ ბოლომდე ვერცის ვერ ჩაკდა რუსთაველს ბუნებრივია აქ ორი ახსნა მოეზებნება მას ჯერ ერთი თვითონ ვიქტორ ნოზაძე პირველივე ტომში ამბობს რომ მე უკვე მესამეცო შემოდგომა გავასრულე და განზრახული მქონდაო გამომეცა ვეფხისტყაოსანის ღვთისმეტყველება, ვასლავთმეტყველება, მზისმეტყველება, საზოგადოებათმეტყველება, ზნეობათმეტყველება, სიყვარულთმეტყველება, სიბრძნისმეტყველება, ფერთამეტყველება, ბუნებისმეტყველება, ხოლო ბოლოს დასკვნის სახით ვეფხისტყაოსნის მსოფლმხედველობა. და ის აღნიშნავს რომ უნდა დაეწყო რა თქმა უნდა ღვთისმეტყველებით, მაგრამ მატერიალური შეჭირვების გამო მან შედარებით უფრო იული პატარა წიგნია ეცე, თუმცა პატარა არც ფერთამეტყველება და აი ამით დაიწყო პირველი ტომი ასე იყო. შემდგომში მისი რძალი გიორგის მეუღლე, ქალბატონი ლიდა შარაშიძე ბატონ იოსებ მეგრელიძეს უგზავნის წერილს 1991 წელს აქ ბატონ ბაზინძა თემამისიშვილი და წერს რომ ბატონ იოსებ წერს რომ მრავალი ხელნაწერი დარჩაო გამოუქვეყნებელი რუსთაველზეო ნაწილი გამოქვეყნდა მაგალითად ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველება გამოსახვეო და ნამუშევრები არისო ვეფხისტყაოსანის გონებათმეტყველება, სულთამეტყველება, ფერმეტყველება, ფსიქოლოგიის მეტყველება, ნებათმეტყველება, საზოგადოების ცნება, ცნობა. ამას გარდა კიდევ არის ნამუშევარი, რომელიც დამთავრებელია, მაგრამ ნამუშევარია, ეს არის ვეფხისტყაოსანის ესთეტიკა, ანთმეტყველება, გულთამეტყველება, ფერმეტყველება და ასე შემდეგ. ასე რომ ვიქტორ ნოზაძეს ფიზიკური დროც კი არ იყო იმისთვის, რაც მას განაზრახი ჰქონდა, ის მieqaლა ბოლომდე. ესე უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ის ბოლომდე ვერ ჩატარდა და მეორე აქ რუსთველოლოგები მზადებით, მე არა ვარ რუსთველოლოგი და ფილოლოგი. როგორ შეიძლება რომ ვინმე ბოლომდე ჩატარდეს ვეფხისტყაოსანს? თუ რომელიმე ჩვენგანმა ვეფხისტყაოსანი ბოლომდე ჩატარდა, ან ის კონგენიალურია რუსთაველის და ამდენ თუ კი მასა ჩატარდა ამ ყველაფერს, მაშინ რუსთველის ვეფხისტყაოსანი ეს შეუძლებლად კარგ წიგნად იქცევა. მე ასე მგონია. ამიტომაც ეს არის ამოუწურავი მარაგი ჩვენი ცოდნისაც, სიბრძნისაც, ფსიქოლოგიისას და უამრავი. აქ ვიქტორ ნოზაძე ლაპარაკობს ესე იგი ძალიან მკაცრად აკრიტიკებს მეხუთე ტომში ცნობილ რუსთველოლოგებს, დიდ რუსთველოლოგებს. მოდით მე გვარებს დავიკითხო, მაგრამ როგორ რას უკრიტიკებს იმას ახლა დროც არ მეყობა, თუმცა ყველაფერი ამოწერილი მაქვს და მეხუთე ტომში ყველაფერი არის. ნახეთ რა მეცნიერებზია ლაპარაკი, ვის აძლევს შენიშვნებს. ეს გახლავთ რუსესაც აძლევს შენიშვნას სხვადასხვა. დიახ, რუსეს იცოლებს კიდევაც, მაგრამ შენიშვნას აძლევს. ბატონი პეტრე მირიანაშვილი, იუსტინე აბულაძე, ნიკო მარზე ხო საოცრად ბევრს აწერს რა აქ ვაჭებშაველას მხარს უჭერს აი ამგვარ მიდგომას, ასე ვთქვათ, ნიკო მარის პიროვნების მიმართ. შემდეგ ეს არის სიმონ ფარიანი, გურკო, ეს რუსი მეცნიერია, დავით ჩხოტუა, პავლე ინგოროპა.
იუსტინე აბულაძე, კორნელი კეკელიძე, თედო ბეკიაშვილი, ზურაბ ავალიშვილი, კონსტანტინე კაპანელი, შარბან უცუბიძე და ასე შემდეგ. ნუ ყველა შეიძლება წაკითხოთ გერონტი თიქოძე, მალაქია ტოროშელიძე, უკოლ ბერიძე, ოლიკარპე ცინცაძე, აკაკი გაწერელია და რა ძალიან ბევრია მოკლედ ლაპარაკი და რაც საოცარ სამბოს მოდით მე ამას მაინც ავიკითხავ მეხუთე თომში წერია ეს ყველაფერი და მე ამას აი რასაც ვიქტორ ნოზაძეთან დაახლოებით 2 წუთში მე ამას ავიკითხავ მაშასე მიმოხილვით გავიგეთ რომ ვეფხისტყაოსანის რელიგია ყოფილა კურბე ქრისტიანული ბიბლიურ ქრისტიანული და ბიბლიურ თეოლოგიური ასტრალური სოლარული ზიური და პოეტური ერთად წარმართული კულტი მზისა, ღმერთის და მზეც ქართული, წარმართული პაგანური, ჰელინისტურ, ელენური, ნეოპლატონური, წარმართული ფილოსოფიური, წარმართული სეფასიანური, დუალისტური, აბსოლუტური კეთილის რწმენა, მანიქეური, ერეტიკოსული, მისტიკოსური, მაჰმადიანური, მუსულმანური, სუფისტური, არაბულ არისტოტელებრული, დეისტური, თეისტური, სტოიკური, თავისუფალი აზროვნებისა, ათეისტური, მატერიალისტური, პანთეისტური, მატერიალისტური, პანთეისტური, ახალი გაგება ღმერთისა და სხვა. და მე კიდე უწერია რა არ არის ყველასაც წერებო და ნახეთ რომ თავისი ასე თქვა აი სინიზმით ისტორია არ არის ჯერომა დიახ ეს მაგაზე მინდა ატონომურმან სწორედ და თავისი ესე იგი ალბათ გამართლებული სინიზმით რავო რაბძანე გამორჩა ჩემპლევარებს რომელიმე რელიგია ნუ თუ როგორ არა ჯერ არავის უგზალებია ვეფხისტყაოსანის რელიგია არისო ბუდიზმი შინტოიზმი ტაოიზმი ტანტრიზმი კუნგფეიზმი და კიდევ რამდენიმე იზმი და ამასაც მოვესწრებით უწეს ახლა მე ასე მგონია რომ ეს ყველაფერის გასაგებია იმდენად დიდია ვეფხისტყაოსანი სადაც ბოლოში აკეთებს დასკვნას შოთა რუსთაველი რომ რატომ არ არის ასე ღიად აქ სამებაზე დაპარაკი იესო ქრისტეზე ჯვარცმაზე მარიამზე წმინდა მარიამზე და ასე შემდეგ დაპარაკი და ნახეთ რა შესანიშნავად ამბობს ვეფხისტყაოსნის გმირებს იესო ქრისტე ქალწული მარიამი სული წმინდა ჯვარზე და ჯვარზე რომ ელაპარაკათ მაშინ ვეფხისტყაოსას მოაყენებოდა ხატრული სიმართლის გრძნობა და აღარ ეკნებოდა მას აღარ ხატრული შევეცლების სინამდვილე ამ შემთხვევაში ვეფხისტყაოსანის დამწერი იქნებოდა არა გენიოსი შემოქმედი არამედ ვიღაც მწაბნელი და ვეფხისტყაოსანის ნაცვლად დაიწერებოდა ვირისწყაოსანი რომელიც უეჭველია ჩვენამდე ვეღარ მოასწრება ნუ ამ ყველაფერს რომ ამბობს ბოლოში აქ 792 გვერდზე აკეთებს დასკვნას შოთა რუსთაველი ქრისტიანი არის ვეფხისტყაოსანი ქრისტიანული თხზულება არის ყველა დიდი და მცირე რაგილი მიუწვდომელი მწვერვალის გენიოსიც არ არის იგი თავის დროის წინაშე ხარცი ხდის და შოთა რუსთაველმა და მისმა პნილებამ ვეფხისტყაოსანმა ამ განუზომელმა და უღრმესმა ქართულმა სიბრძნემ მე-12 საუკუნის ქრისტიანული სამშობლოს წინაშე და უძვირფასესი და უმდიდრესი ქრისტიანული ხარკი გადაიხადა. ნუ აქ შემდეგ აქ დაახლოებით 160-მდე გამოთქვა აქვს ამოგებული და შედარებული რა არის ბიბლიაში მოკლედ ბიბლიური აზრები და ვეფხისტყაოსანის აზრები რომ ერთმანეთს ემთხვევა ბიბლიური სიუჟეტებიდან მოყვანილი და კიდევ ერთი როდესაც აქ საზოგადოებრივ მეტყველებაზეც ლაპარაკობს აქ ისე თავის მეუთხე წონზე და ამბობს რომ ვეფხისტყაოსანის გამოძიების საბოლოო დასკვნა ჩემი არის. ზოგადად ქართული კულტურა არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურასთან შეთავსება შერწყმის ნიადაგზე წარმოშობილი ქართული სული გაჟღერილი. ვეფხისტყაოსანის საზოგადოება არის პატრონული საზოგადოება. ვეფხისტყაოსანის საზოგადოება არის ქართული საზოგადოება. ვეფხისტყაოსანის საზოგადოება არის ქრისტიანული საზოგადოება. ვეფხისტყაოსანის საზოგადოება და ქართული საზოგადოება ორივე ქრისტიანული არის დასავლეთ ევროპული საზოგადოებრივი წყობის მსგავსი და მსოფლო მხედველობი ახლონად ესწავლეთ. აი ეს რაც შემეძლო ახლა მეთქვა უშუალოდ აი ამ დასკვნებზე, რასაც ვიქტორ ნოზაძე აკეთებს, მაგრამ აქ ყველგან დასკვნებია გაკეთებული, ამას რა თქმა უნდა მე ყველაფერს ვერ შევძლებ. გასაკვირი ის არის, რომ ყველა ნაწარმოებში, რომელსაც ის ყველა ტომში, რომელშიც ის არჩევს ვეფხისტყაოსანის ამა თუ იმ მეტყველებას, დაახლოებით 200-300 კაცობრიობის მემკვიდრეობა აქვს გაანალიზებული სხვადასხვა ენაზე არსებული მემკვიდრეობა. მე არ ვიცი ამას ვინ შეძლებდა სხვა ან რა ცოდნა ქონდა ასეთი რომ მან ბიბლია და ვეფხისტყაოსანი განიხილა სწორედ აი ამ კონტექსტში თანაც ნახეთ რას ამბობს გულსაკლავს რომ მხოლოდ ორი თვით მქონდა მე ქართული ბიბლია მე მეტი არ მქონდა და მხოლოდ ეს მოვასწარი რაც ავწერები და რა თქმა უნდა მას რომ დასგაზე თვითონ არა ეკრება თვითონ არა ემუშავა გაცილებით მეც დასწერდა. ეხლა
ჩემი ესეთი ხონა მექნება რომ კიდევ მეჩემი მოსაზრებას მოგახსენოთ შოთარ რუსთაველზე როდესაც დაფარაკოს პირველივე ტომში ამბობს რომ ფესტივალსანი რომ მათ გაიგოთ ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი უნდა იყოთო აქ ბატონმა დავით მანგელისთან დიახმე ახლაც მუშაობ სპეცსამსახურში 53 წელია მე სპეცსამსახურებში მუშაობ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში ვარ ახლა ამ მომენტში და იქ ერთგან ამბობს ვიქტორ ნოზაძე როდესაც ჭრდილში გადმოვიდნენ დასასვენებლად დასწრდნენ როსტევანი და ავთანდილი ახლოს უთის მონა 12 უმკნესი სხვათა ერთასა თამაშობდეს და უწურდეს წყალსა და პირსა ხეთასა იქ ამბობს რომ ეს პირადი დაცვა მეც არაფერსად ამბობს რომ ესენი ჭაბუკები არიან რიცარდ და ასე შემდეგ ჩემს კოლეგას ჩვენი აკადემიის ყოფილ დირექტორს მინდა პოლკოვნიკ თამაზ თევდორაძეს მიმართო ბატონ თამაზ ავთანდილ გოცირიძე რა თქმა უნდა კარგად გახსოვთ ეს შესანიშნავი ანალიტიკოსის სპეცსამსახურებისა მე ეს მოსაზრება მე გაუზიარე მე ჩვენ დაცვის სამსახურის შექმნის სათავეებთან მიდექით ხუთათელაძე და მე ვახტანგ ხუთათელაძე და მე და ჩვენ ამერიკული სკოლა ავირჩიეთ დაცვის სამსახურისა ამერიკელები გვამზადებდნენ და რა თქმა უნდა მე ყველაფერი გავიარე როგორ ხდება მომზადება მე გეტყვით მოკლედ გეტყვით და რატო ამბობ ამას მივხვდები ესე იგი შეირჩევიან ბიჭები გარედაცვის თანამშრომლები გავარჯიშებთ მას მე ეს ბიჭები გადავყავს შედარებით უფრო დაბალი რანგის დასაცავი პირების დაცვაში ისევ გავარჯიშებთ და ბოლოს აი პირველი პირების დაცვაში მაშინდელი პრეზიდენტის მაგალითად შევაკაცის დაცვაში ახლანდელი პრემიერის კაპიტანი ირაკლი კობახიძის დაცვაში უკვე გამოფრწმედილი ყველაფრის მცოდნე განსწავლული და ფიზიკურად მომზადებული პირადი მცველები გადავყავს როცა დაცვა მუშაობს მას ვერ შეატყობთ რომ ეს პირადი მცველია ხოლო პროფესიონალები შევატყობთ ამას შეიძლება ის რაღაცა გარკვეული ატრიბუტით რომელიმე ასე ვთქვათ მისი ამ რაციით ცნოთ რომ პირადი მცველი ასე მათ ძალდაუტანებლად უნდა იმუშაოს ისეთივე სახით როგორიც იქ საზოგადოება შეკრებილი და ასე შემდეგ და მაპატიეთ ამ სიტყვისთვის არ ვიცი არ უნდა მარიაჟობდეს მოკლედ ჩვეულებრივად უნდა იქცეოდეს ამასთანავე ჩვენ აქ 2001 წელი იყო მე მგონი თუ 2000 წელი კუჩმა დემირელი ჩამოვიდა და ალიევი და ფოთში გახსნეს ტერმინალის გაიხსნა ნავთობ ტერმინალი და იქ ჩვენ ზღვას საკვატორიასაც ვაკონტროლებდით მაშინ და ესაც ვაკონტროლებდით ეხლა მოდით გავარჩევ აი ამ ორ წყარს ახლოს უთქს მონა 12 ეხლა ჩვენ ძირითადად 5 კაციან დაცვას ვიყენებთ მაგრამ ისრაელში რომ ვიყავით როდესაც ბატონი ედუარდი აი ამ პირდაპირი გაგებით გაატარეს გოლგოთის გზაზე სადაც იესო ქრისტემ გაიარა გითხრეს რომ აქ თქვენ დაიცავთ აქ ისეთი გარემო არის რომ შესაძლოა ტერაქტი იყოს და თქვენ ვერ ესვით ადამიანს მართლაც ვერ ვეწოდით უცხო ქვეყანაში მისვლის და 12 კაცი იცავდა ორი წინ ორი უკან და 4 გვერდი შეიარაღებული ჯავშან ფილეტებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ეგრეთ წოდებული გადატენილი იარაღი და ასე შემდეგ ახლოს მონა 12 მისაღლო ტრიალის 12 მონა პირადი მცველი უმხნესი სხვათა ხნეთასა ხნებიჭერისგან შერჩეული ყავთ უმხნესები ნავარჯიშები და გაწვრთნილები თამაშობდეს ეს ცეკვა თამაში არ არის რა თქმა უნდა ძალ დაუტანებლად მუშაობენ სვის ყურავდებას არ იქცევდნენ და უჭურებდეს წყალსა და პირსა ყეთასა ესე იგი ეს კონტროლდება და წყალიც კონტროლდება და შემოთამას სწორედ მაშინ მითხრავთ რომ ქართველი სპეციალისტი ქონდო კამარი რომელსაც გაიხსენდი და ხმალი იყო და 12 სანტიმეტრიანი შვიდი 9 სანტიმეტრიანი ისრით და აი ტერაქტის ჩატარება ამით შეიძლება ეს იგი სპეციალურად ეს გიორგი მესამის დაცვა აღწერილი და აი ასე მუშაობ ათაშორის ერთობა სპეციალური ცოტა ვიქტორ ნოზაძის არ იყო მაგრამ მასაუცარია რუსთაველი ესე იგი თვითონ აი ეს ამერიკული სკოლა ბუნებრივია ამერიკელებისგან ვერ გადაიღებდა მაშინ ხსენებაც არ იყო ამერიკის მაგრამ რა გეღა რუსთაველმა იცოდა არსი დაცვის არსი რა გეღა იცოდა ამოცანა რომელიც გადასაწყვეტი იყო მან იცოდა როგორ უნდა მომზადებულიყო პირადი დაცვა რა ამოცანების შესასრულებლად რისთვის უნდა ყოფილიყო მზად და ამერიკელები პრაგმატული ხალხი არიან და მათაც სწორედ ასე გააკეთეს სიმართლე გითხრათ მე ტაშკენტის უმაღლესი სკოლა მაქვს დამყარებული და იქ რეზიდენტი გვასწავლიდა რომელიც იაპონიაში მუშაობდა და ჩინეთში მუშაობდა მან დაზვერვას გასწავლიდა მან გითხრა რომ 4500 წლის წინ დაიწერა ჩინელების მიერ დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სახელმწიფო პრაქტიკულად არ შეცვლია ძირითადი მიმდინარეობები ისევ ისეთია თუმცა ცხოვრება ახალ-ახალი ტექნოლოგიები არის ახალ-ახალი ასე ვთქვათ მიმდინარეობები იქნება ამ ყველაფერში და ბუნებრივია წინ მიდის სპეცსამსახურები მაგრამ
არსი ისევ ისარჩება მოძრაობა და კონტრდასწრება. მე ახლა რა თქმა უნდა შორს წამებას კიდევ საუბარი აქვს პოლიციის ფუნქციაზე აქვს საოცრად კარგად ლაპარაკი თვითონ სწრაფს მოიყვან, მაგრამ აღარ გავშლი. გასაოცარი სიზუსტით აქვს აღწერილი, როგორ უნდა მუშაობდეს პოლიცია. როდესაც ნესტანი მოყავთ და მუღაზანზარში შევდებ, მურადი ფრიდონის სამფლობელოში უამრავი ხალხი მოვა და წერია შუკათად მოდგნეს ვაჭარნი, ყოველთვის მჭვრეტელთა ჯარია, შორს უარებდეს სარანძი ხელთა მათარჯარია, ორიჯერებოდეს ჯალაბნი სარანძთა დასაჯარია, მათაც საწურებლად მუშაობა, მუნ მათგან ნააჯარია. აქ არის მთელი ფუნქცია, როგორ უნდა იმუშაოს, როგორ უნდა იყოს აღჭურვილი, ამერცხობშია გადმოცემული რუსთაველის მიერ. რა თქმა უნდა, ვიქტორ გოზაძე მიცოდა საკუთარ მოეძებნა, ასე ვთქვათ, აი ეს კაცობრიობის მემკვიდრეობა და რა ჭირდებოდა. მაგრამ გაგაოცებ შოთა რუსთაველის საიდან იცოდა მან ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი ადამიანი ალბათ არის ყავს, როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანმა რამდენი 1700-მდე სტროფში აკაცეროს ყველაფერი. და ყველაფერი ასე ვთქვათ, ფაქტობრივად ცხოვრებისეული, ასე ვთქვათ, სახელმწიფო წიგნი მოხდეს, ერთხელ ქალბატონმა ქეთევან ტომარაძემ მაჩუქა ფრინველთა რუსთაველის ფრინველებზე რა იყო ლაპარაკი და მეოთხარი აქ ორი ფრინველი აკლიათქო და დავამატეთ ორი ფრინველი, ესე იგი 18 ფრინველი 23 ცხოველი ყავს აღწერილი. ასე ვთქვათ, უცილობლოს ვითაჯორი. გასაგებია გავასაუბრებელი და ბავშვებს ჯორი აღარ ეწოდინება შეიძლება, მაგრამ ჯორი რო ჯიუტი იყო ეს ეწოდინება. ახლა წერა ლაპარაკი იყო, ახალგაზრდებზე იყო ლაპარაკი, რომ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ აი ამ გლობალიზაციის ეს უზარმაზარი ტალღა მოდის, მინდა თუ არა მოდის. და ჩვენ ალღა უნდა ავუდგოთ. უნდა მოვექცეთ სათავეში, უნდა მოვექცეთ ამ ყველაფერს და ვით უმეტეს ჩვენი ასეთი მცირერიცხოვანი ქვეყანა როგორც ჩვენა ვართ, სხვანაირად ჩვენ გადარჩენა არ გიწერია. მაგრამ აუცილებელია ჩვენი საფუძვლების ცოდნა, აუცილებელია ჩვენი მემკვიდრეობის ცოდნა, აუცილებელია ჩვენი ტრადიციების ცოდნა, რამაც შეიძლება გაგვატანინოს და უნდა გაგვატანინოს კიდევაც ამ აღოქრებულ წუთებში ყველაფერი და ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი ის ციგნი, რომლითაც რა თქმა უნდა რუსთაველი და კიდევ უამრავი ასეთი ციგნი, რომლითაც ახალგაზრდები გაიგებენ მდინარიან ქართველები, ვინ იყო შოთა რუსთაველი, იქნება ვიქტორ გოზაძის მემკვიდრეობა, რომელსაც დავიწყება წერია. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ჩვენ რუსთაველებს კიდევ ერთი საქმე გამოვიჩნდათ, რა თქმა უნდა, რუსთაველი და სახელმწიფო უშიშროების საკითხები და მისი დაზვერვის საკითხები. ვერცხლისხაოსაზე საუბარი, ლექციები ჭირდება უსასრულო და თანაც ის საზოგადოება. მე ვთქვი, ძვირფას ქალბატონ პროფესორს ნესტან სულევას, რომელიც გახლავთ აი ამ ეპოქალური გამოცემების რედაქტორი. მოგესალმებით. ჩემ საუბარს დავიწყებდი ვიქტორ გოზაძის სახელი ახლა დაუჭირდა ამ ციგნებით ჩვენ საზოგადოებას. მე მახსოვს ჩემი სტუდენტობის დროს, როგორ გიხსენიებდით ხოლმე ვიქტორ გოზაძის ნაშრომებს. მისი სახელისა და გვარის ხსენება არ შეიძლებოდა და მხოლოდ ნაშრომებით გიხსენიებდით. ღვთის მეტყველებაში წერია, ზის მეტყველებაში წერია. როდესაც ამას გადავაწყდით, მეგოჩენი უფლებები ვიკითხეთ კიდეც რა წიგნებია და მაშინ გავიგეთ ვიქტორ გოზაძის სახელი. ვიქტორ გოზაძე თავისი ცხოვრების მანძილზე იმყოფებოდა ემიგრაციაში, ცხოვრობდა რუსთავში. აი ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო ეს პოემა მისთვის, რომ მან დაიწყო ვეფხისტყაოსანის განკითხვანი, ამ სერიის მუშაობა, დამუშავება ვეფხისტყაოსანთან ისტორიულ პრობლემატიკასთან საკავშირებით. ვეფხისტყაოსანის განკითხვანი, რომლის 1 ტომის უბრალოდ 5 ტომის გამოცემა მომთავრად მიახერხა, ხოლო მე-6 ტომის მეზადების დროს გარდაიცვალა 1999 წელს. ვიქტორ გოზაძის ეს წიგნები საქართველოში ძნელად აღწერა, როგორც შემოვიდა პირველად. ძალიან საინტერესო ალბათ ყველას გადამოწერა ეს საკითხი. მე მახსოვს ბატონ ჟელოსარონის მონათხრობი დაბეჭდილის აღწერა და მის ეს გახსენება ვიქტორ გოზაძის პირველ წიგნთან ვეფხისტყაოსანის თესამეტყველებასთან დაკავშირებით. ის იმყოფებოდა მოსკოვში, საჯარო ბიბლიოთეკაში. მან დაიწყო იქ გადააწყდა შემდგომ მისმა მეგობარმა
უცხოეთიდან ძალიან ბევრი წიგნი შემოვიდა და აი ერთ-ერთი მათგანი არის ვიქტორ ნოჟაძის ვეფხისტყაოსანის ფერთამეტყველება და აჩვენა ეს წიგნი და რა წიგნია ეს წიგნი მითხარით ამიხსენებოდა და წაკითხვა დაიწყო ამ წიგნისა და მაშინ მიხვდა რაოდენ დიდ ნაშრომთან ჰქონდა საქმე. გარდა ამისა, ამ კონსპექტებად მაშინვე დავიწყო და მთელი საერთოდეული გაუწია ამ დაკონსპექტებული მასალები, იმიტომ რომ ეს უნდა ჩამოეტანა მას საქართველოში და ეჩვენებინა ჩვენ სამეცნიერო საზოგადოებისათვის იმდენად მოულოდნელი იყო. მაშინ კორნელი კეკელიძე ცოცხალი იყო და კორნელი კეკელიძისათვის ალექსანდრე ბარამიდისათვის და ყველასთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა ამგვარი პიროვნების აღმოჩენა საერთოდ და აი ასე შემოვიდა ვეფხისტყაოსნის განკითხვანი საქართველოში. მე საგანგებოდ მინდა ყურადღება შევაჩერო იმაზე, რომ ვიქტორ ნოჟაძე ვეფხისტყაოსანს როგორც იროვნებას ისე არ იქონდა და ამიტომ ამ სახელწოდებას ის არ კუმშავდა, შეუკუმშავად ახსენებს და სათაურები ყველა წიგნში არის მონიშნული სწორედ ასე. ვეფხისტყაოსანის ფერთამეტყველება, ვეფხისტყაოსანის ვარსკვლავთმეტყველება, მიჯნურთმეტყველება და ყველა ასე არის ვეფხისტყაოსანის არ არის შეკუმშული ასეთ შემთხვევაში. ეს იმიტომ რომ მას ვეფხისტყაოსანი კონკრეტულ მხოლოდ ერთ თხზულებად კი არ მიაჩნდა, არამედ მიაჩნდა მთელი ქართველი ერის სულიერ გამოხატულება. ეს იყო გონისა და სულის ერთიანობა ქართველი კაცისა და ამდენად იყო მნიშვნელოვანი მისთვის ვეფხისტყაოსანი. მე მინდა საგანგებოდ დავიკითხოთ მისი 1966 წელს გამოქვეყნებული ჟურნალ კავკასიაში გამოქვეყნებული ესე შოთაბისთავის ასეთი სახელწოდების ესეა და მიხვდებით რაოდენ დიდი შეფასება მისცა შოთაბისთავის და საერთოდ ისტორიულ პრობლემატიკას. სიყვარული, პოეზია და გალობა, სიმამაცე და შვენიერება, კეთილობა და მოწყალება, მეგობრობა და ძმობა, სამართლიანობა და მისთვის თავდადება, მისთვის თავგანწირვა, სამშობლოს თავისუფლება, თანასწორობა ხალხთან, ყველაფერი ეს გარდაუვალია, წარმოვალი, მუდმივი, ყველაფერი ეს საკაცობრიოა, საერთაშორისო. ამას უგალობ შენ და ქართველი ერი ასეთი წარმტაცი გალობით ტკბება. შენი მოხუცებელი გალობითა და ბრძოლის მიზნებით, შენ მასთან ერთად საერთაშორისო განათლების საზოგადოების წრეში იმყოფები. ქართველი ერი სიყვარულითა და სიხარულით ინაწილებს და თავისად მიიჩნევს შენ მოძღვრებას, შენ ბრძანდები მისი უზენაესი მოძღვარი და ქართველი ერი შენთან ერთად არის ამ საკაცობრიო საერთაშორისო ნატრიუმისათვის ბრძოლაში და ხარდამხარ მოყვება შენ და შენთან ერთად დარწმუნებული არის, რომ ეს ნაცვა ერთშაბათს სინამდვილედ გადაიქცევა. ამიტომ ბრძანდებით შენ და ქართველი ერი გამყოფელი, გამშორებელი და გამუხრები. თქვენი ცოცხლად ერთად მარაჯონს, იცოცხლებთ უწმინდი უკუნისანი, სანამ გზემზეობს და ეს მსოფლიო ცოცხლობს. აი ეს გახდა გამონათქვამი არაჩვეულებრივი ესე, რომელიც აფასებს შოთაბისთავის იმ დიდ მემკვიდრეობას, რომელსაც მიუძღვნა თავისი შრომების 6 ტომეული და დაუსრულებელ შრომათა მთელი ნაკადი ასევე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დარჩა მას დაუსრულებელი. ვეფხისტყაოსნის ფსიქოლოგია, ვეფხისტყაოსანის ფსიქოლოგიის მეტყველება, ვეფხისტყაოსანის ზნეწსწავლება, ვეფხისტყაოსანის სიბრძნის მეტყველება, უაღრესად საინტერესო ნაშრომები, ესენი მოწმული არის სხვათა შორის ისეთი პოზიციით არის მოღწეული ჩვენამდე, რომ მათი გამოქვეყნება თავისუფლად შეიძლება. როდესაც ლიტერატურის შოთაბისთავის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში დაიწყო აი ამ მემკვიდრეობის, ვიქტორ ნოჟაძის მემკვიდრეობის, გამოუყენებელი მემკვიდრეობის
გამოსაცემად მომზადება გურამ შარაძის ხელმძღვანელობით დაიწყო ემიგრანტული ლიტერატურის განყოფილება და ფაქტობრივად მათეს ყველაფერი მომზადებული ჰქონდა 2006 წელს. უკვე დასრულებული იყო ამ მასალაზე მუშაობა. ფაქტობრივად ეს გამოსაცემად მომზადებული და პარტიის სიმბოლს მინდა მიმართე, რომ როცა დასრულდება მიჯნურთველება იქნება მაგეთ იზრუნებები. აუცილებლად უნდა გამოიწვიოს. ისინი მაინც ის ჩამოსახვევანის დამარცხებია, რომელიც გზაყავს მისცემს მომავალ კვლევარებს საერთოდ რა გზით უნდა იყვნენ მეხუთქალაქი. რაც შეეხება აი ამ ტომეულებს, ხუთტომეულს, აქედან სამი ტომის რედაქტორი გახლავთ ბატონი გურამ შარაძე, მეოთხე ტომის რედაქტორი იყო ბატონი თამაზ ყემალაძე და მეხუთე ტომის რედაქტორი ვარ მე ეს ჩემს წინა რედაქტორების მიმართ პარტიისცემის და მათი სიყვარულის გამოხატვით მინდა აღნიშნო, რომ მათ ძალიან დიდი საქმე გააკეთეს ამ ტომების რედაქტორები იყვნენ. ასევე ძალიან დიდი სამუშაო გააკეთეს ბატონს სულმა და მე ერთად, როდესაც ამ მეხუთე ტომს ვამზადებდით, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ მე მგონი აქ ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ვიქტორ მოზაძის ნაოშრომთა შორის გვირგვინს სწორედ ვეფხისტყაოსანის ღმრთის მეტყველება, ყველაზე ძვირფასი ნაშრომი სწორედ ესაა, ყველა კარგია, მაგრამ ეს არის გვირგვინი შეიძლება ითქვას. ამის შემდეგ კიდევ დაწერა და გამოქვეყნდა ვეფხისტყაოსანის მიჯნურთველება ძალიან კარგია, მაგრამ მაინც დარჩა ეს შეუცვლელ წიგნად. 1966 წელს შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლის თავის იუბილე ტარდებოდა. ვიქტორ მოზაძე მოიწვიეს იუბილეზე, სტუმრად მოიწვიეს იუბილეზე და მას წერილი გაუგზავნეს რუსულ ენაზე. და მაშინვე განაცხადა უარი. მე მგონი ახსნა განმარტება, ამას არ სჭირდება რატომ განაცხადა მან უარი. არა და თქვენ წარმოიდგინეთ 50 წლის განმავლობაში ნამყოფი არ იყო საქართველოში და რა იქნებოდა მისთვის საქართველოში ჩამოსვლა და ერთხელ კიდევ მოხილვა ქართული საქართველოსი და ქართული სამყაროსი საერთო და დასწრებოდა იმ იუბილეს, რომელიც მართლაც გრანდიოზულად ჩატარდა როგორც გადმოცემით ვიცით. და აი ამიტომ ძალიან დიდი პრინციპულობითაც გამორჩეული პიროვნება იყო. ეს მის ნაწერებში ძალიან კარგად ჩანს. ერთი იოტის ოდენა შეცდომა არ შეუძლია რომ აპატიოს იმეს. მართალია ზომიერად, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავს ყოველივე იმას, რაც მიაჩნია რომ ეს არ არის სწორი. ასე რომ მისი ცოდნა, მისი განათლება ადამიანს პირდაპირ აუცებს, იმდენად ღრმად განათლებული და მცოდნე პიროვნება იყო, აი ისეთი როგორებიც იყვნენ ჩვენი დიდი წინაპრები, ერთმან თაცმიდელი, გიორგი თაცმიდელი, ეფრემ მცირე, არსენი ყალთოელი, იოანე პეტრიცი, აი დაახლოებით ამ ტიპის მოღვაწეა შეიძლება ითქვას ვიქტორ მოზაძე. ამას ვიქტორ მოზაძის წიგნები მოწმობენ, მისი შრომები მოწმობს იმას, რომ თუ გადავხედავთ საბჭოს, რაოდენობით დიდი პრობლემები აქვს გამორჩეული რუსთველოლოგიაში. ყოველი წიგნის საბჭოში თუ დავინახავთ იმ ძირითად საკითხებს, რომლითაც ვეფხისტყაოსანი იყრობს ყურადღებას. ყოველივე იმას მიუთითებს, რომ ვიქტორ მოზაძე ცხოვრობდა ვეფხისტყაოსში. ვეფხისტყაოსანი იყო მისთვის მთავარი მიზანდასახულობა, ვეფხისტყაოსანში ასახული იდეოლოგიური ფაქტორები და ჩვენ ვიქტორ მოზაძის საზოგადოებამ მოგვცა საშუალება იმისა, რომ ეს წიგნები პირად ბიბლიოთეკაში გქონდეს და დიდი მადლობა ამისთვის ვიქტორ მოზაძის საზოგადოებას. დიდი მადლობა.